მოგესალმებით, ძვირფასებო, როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, მოგედათ. დავალაგე, აქ გამზადებული მიდევს წასაღებად, რაც მინდა. აქაც დალაგებულია მარტო აი აგერ სამზარეულოში, ახლა კი დაინახავთ რა სიტუაცია მაქვს, მაგრამ მუხრანი დავირეკა, სხვაზე წაგიყვანთო და მეც ერთი სული მქონდა, როდის ეს რატო იხსნება დაიცა? მეც ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდით რა, ძალიან მინდა მოვასწროთ მაინც. ხო დედა, მოდი მერე ჩემთან დე. ხოდა გამოვაცხე ლობიანები, ერთი ხაჭაპური გამოვაცხე პატარა, მეტი არ მქონდა ის რა ქვია, ყველი დავამთავრე და გოდესთვის გამოვაცხე, აქ შეჭამს მეთქი, მაგრამ არ ჭამა და მე შევჭამე ნახევარი და ნახევარი იქ დევს. ნახევარი არ ჩავდეს, სამი ლობიანი გამოვაცხე, ოღონდ აი იქ ხუმილის და დიდები. მე მგონი გვეყოფა. კაი, მე ხესო მოვალთ გავრეცხა. ეხლა პირველ რიგში მუხა რომ მოვა გოდეს ტორტზე გავალ და ეხლაც უფრო მეტად რატომ მოვედი. მოგიყვებით ერთი წამი ამას კიდევ ერთხელ გადავწყვეტ. მადლობის სათხმელად მოვედი. უფრო მეტად მაგიტო ჩავთებ. თორე ისეთი არაფერი არ ვარ გასაკეთებელი და ისე იმად არ მინდოდა მოსვლა. 12 წუთია ეხლა 5 წუთი. ამას უბრალოდ სტაფის გამოსატანად ვიყენებდი და მაინც გავალდები და ავიდე და წყალი უნდა დალიო, მოიტანე ჭიქა, წყალი დალიე, ისე ცხელა დედიკო, ხეს ბევრი წყალი უნდა დალიოთ. ვიდიდე, ეგე რა იღეს? მიკროფონს უტენი რომ წავიღოთ. იქ თუ მოგინდათ მუსიკები. კაი. მიდიდე. მე თქვენ გეუბნებით და ეხლა მეც უნდა დავლიო, მაგრამ გინ წყალი დავლიო, გინ 2 ლოკმა შევჭამო, მუცელი მაქვს მერე გაბერილი და მაგიტომაც არ წყალი მინდა, არც არაფერი არ მინდა ხოლმე. სანამ შევიძლია მოხდენა. Te idas ikani? Magidas.
ახალს დავლე მოვასწრებ. ეს არა დუხარი არ მინდა. ეს მეორადია. ეს 5 ლარიანია და ეხა ამას ახლებში საერთოდ არ ეტყობა, რომ ის არის რა ქვია. მეორადი. ახალივით არის ძალიან. ხო და ახლა ამას 5 ლარში რო იყიდი და ახალს 20-25-ის ნაკლებად არ მოგცემე. ჩაუძიე ტელევიზორს. აია. მიდი დედა ჩქარად, ხო? ხო და ასე რომ ძალიან კაია და სხვათა შორის სენაკის ბაზარში შიგნით ან გინდ ჩემს მეგობრებში არის ბაბი ესე წერია და აქაური თუ ვინმე მიყურებთ მაგალითად ის გოგო ყიდის ძალიან კარგ ფასებში 5-10 მაგის ზემოთ არ აქვს, მაგრამ 5 ლარიანებიც იმდენი რამე აქვს და კარგი მოკლედ არ ინანებთ თუ მიხვალთ. არ ვიცი მე ის გოგო მე მიყურებს YouTube-ზე, არ მგონია რომ იცოდეს მე YouTube არხი რომ მაქვს. ეს ის გოგოა, მე რომ მაჩუკა, აი ვარდისფერი შარვალი რო ვიყიდე და თეთრი და ვარდისფერი რაღაც ყვავილებიანი მაიკა რომ მაჩუკა ის გოგოა, მაგრამ ისიც არ ახსოვს მე მგონი. არ ვახსოვარ მაინც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ არ ახსოვს ის და ეხლა ვერ შევახსენებდი, იმიტომ რომ კიდე ის არის ფიქროს ან ჩუქება უნდა ან რამე მეთქი. და მაგიტო არ შევახსენე ჩემი თავი. ხო იცით, მაინც ჩემი რაღაც წიკები მაწუხებს. ხო და აქედან გამომდინარე არ მithქვია ის გოგო ვარ მეთქი. ესე იგი, ძვირფასებო, მადლობის სათქმელად მოვედი. ისევ ეკას უნდა გადავუხადო, დიდი მადლობა. მოკლედ ეკამ ადას საჩუქარი რო გაუკეთა, მაშინ მითხრა რომ გოდეს დაბადების დღეც რომ არისო, ეგეც მახსოვსო და გოდესთვისაცო ფულსო დაგირიცხავო და შენო გინდ ტორტი უყიდეო, მე გინდ რა ვიცი, შენ რაც გინდაო ის. ხო და მოკლედ ეხა მაინც არ დაიჯერეთ რომ გითხრათ უარი ვუთხარი და ასე შემდეგ მეთქი. არ დაიჯერეთ, ამიტომ არაფრის მტკიცება არ მიყვარს არავისი, იმიტომ რომ ადამიანებს, როდესაც ვიღაცაზე რაღაცნაირი შეხედულებები აქვთ, ვერ შეაცვლევინებ, იმიტომ რომ უნდათ რომ ესე იფიქრონ, ესე იყოს, დარწმუნებულები არიან ამაში თითქოს და ასე რომ აღარ ღირს ხოლმე ესეთებთან რამის მტკიცება. მაინც ვერ დაანახე. მოკლედ ეს მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, ვისაც მართლა ჩემთვის საჩუქარი გაუკეთებიათ, რომ მე თუ როგორ მერიდება ამ ადამიანების და მოკლედ. ესე იგი, ის მინდა და ხო, ეკამ დაურიცხა გუშინ 100 ლარი. გოდეს ტორტი უყიდეო. ხო და 50 ლარით, რაც შენ გინდაო, მოხუფეო, გინდ ვაშლატავის კაპოტი, გინდ მოკლედ, რაც შენ გინდაო, ის გააკეთეო. მოსახუფები რო გინდოდაო. ლექსი თქვა, გინდა? კარგი. იაია დაგიკეთე. ხმამაღლა. ხმამაღლა და ნორმალურად, მოდი. იაია დაგიკრიფე როჩთან ანაკორჩია. დედა გელიკაზე ხუითა მომენოთ. ხოცა, სუპერ გოგო ხარ. მეორე ლექსი ეძელადაი. ენზელადაი. მოყევი, ფაიტონზე ზიან, მიდი. თავიდან ენზელადა. ენზელადაი. ფაიტონზე. ჩამოვალდა. კაბაკდაგეშია. ნოტილი ხარია. კაბაკდაგეყიდი. მე ახალი. მინდა ჟერი მიჩენია. ყოჩა.
ახალს ვისწავლით რამეს მოვიფიქრებ. ხასიათზე რო იქნება, გეგასწავლ. მოკლედ, ეხლა რამდენი ჩავწერე ვიდეო, მუსიკები ისმის და მოკლედ ისევ თავიდან ჩავწერ. სხვა რა გზა. ეკად გებუაძეს უღრმესი მადლობა. ეკა ღმერთმა სიკეთეს სიკეთით 1000 მაგად მილიონჯერ დაგიბრუნოს უკან. იმდენი შემაძლებინოს მეც, რომ შევძლო იქეთაც რამე სიკეთე გაგიკეთოთ თქვენ და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი. თქვენ კიდე ბევრი მოგცეთ ღმერთმა იმდენი, რომ ნებისმიერს ქუჩაში გამლოსაც შუქნიდეთ და საერთოდ არაფერში არ გეტყობოდეთ, მაგ გაჩუქებული. რა ვიცი, მადლობის გადახდა უკვე როგორ არის იცი? კი ველაპარაკე ეკას და ზოგჯერ რა რის გამო აღარ ვიცი ხოლმე მადლობა როგორ გადავიხატო ეკასთან მქონდა ამის შესახებ მიმოწერა. ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობელი ვარ იცი შენ ეგ. ჩაუწიე დედა ისევ იგივეს მიკეთებენ ხალხო ბავშვებს გეფიცებით 3 თუ 4 ვიდეო გამოვრთე ხა იმიტომ რომ მე რა ვუყო იმას სიმღერის ხმა რო ისმის მოკლედ ესე შემოკარგებ ვის რა როგორი მოსწონს რა არ მოსწონს არ აქვს დიდად ჩემთვის მნიშვნელობა, მაგრამ მაინც რაღაც მხრივ ზოგჯერ გაფიქრებს და ხელს გიშლის შენს. ხოდა ესე შემოკარგებ. დავლევ მე ყავას, თორე მალე 9 საათის მერე მოვა, მოხა 9 საათი დამაგვიანდებაო და ალბათ პირველის 9 მერე მოვა, არ ვიცი. შორტები ჩავიდო, საცურაოთი ვიბანაო თუ რა იქნა, არ ვიცი. გამხდარი რო ვიყო უფრო მეტი, კაია. უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა არის. აი გუშინ მაგალითად ჩვეულებრივად -2 კილო დავიკელე. მაგრამ მხოლოდ ერთი ნაჭერი, არ ვიცი. მოკლედ დიდი ერთი ნაჭერი, ყველი ვჭამე, ხამე უკვე ჰააგული მინდის. ესე ვიყავი და ხამე შევჭამე ერთი ნაჭერი, დიდი ნაჭერი ყველი. სულგუნი. მაგრამ მაინც -2 კილო მაქვს. იმიტომ რომ შევძელი, როგორც იქნა და ეს კოქტეილი რო დავიწყე, მთელი დღის განმავლობაში სხვა არაფერი არ ვჭამე. ერთი ჭიქა შაქრიანი ყავა დავლიე, ნალექიანი ხამე, საღამოს ანუ რა თამთადამე ვიყავით სადღაც 9-ისკენ და შაქრო დავლიე 1 ლიკასთან ერთად. მანამდე 4-ზე. და მოკლედ რა ვიცი გავძელი არ მქონია სიმართლე გითხრათ მოძრაობა იმდენი სულ ცოტა იქ ერთი კრუგი დავარტყით მე და თან ბავშვთან ერთად შეინოვდით ეგ იყო და ეგ თორე რამეის არ მქონია ეხა დაატვირთვა ან სიარული ან მაღაზიაშიც კი არ გავსულ ვარ მე ასე რომ ადას დაბადების დღეზე რომ მოვიმატე იქ დავაგდე ერთ დღეში რომ შევძლო მაგალითად დღეს მსუბუქად და არ ვიცი იმიტომ რომ სხვაზე ძალიან ვიცი მუშიება და მე თუ გვაქვს რაღაცა ვჭამ და მიმაქვს ხედავთ და თან ანიკო დეიდას გამოვატანი ნიკოდეს კრუასანები ვაფლი, ერთი ვაფლი რო ჩაუწერე, მანდ 4 ვაფლი მომიტანა ხალხო და მე არ გაგიჟდე, თან სამლარიანები, არ ვიცი 3.5 თუ 3 ლარიანი მოკლედ. 35 ლარის რაღაცები მოიტანა. ერთი ცალი ჩავწერე მეგონა 2 ლიტრიანი კოკა-კოლა და დამიწერია 1 ლიტრიანი კოლა. და ერთი მოიტანა. 1 ლიტრიანი კოლა რა არის? წასაღებად.
პეჩენიები, მარილიანი თხილი და ერთი რულეტი. ეგენი მეტი არაფერი, მე მგონი. არა, 10 კრუასანი, ვაფლი, უბრალოდ ვაფლები, ოიჩავდე. პეჩენიები, ეს გეგას რო უყვარს მაგიტო და თხილიანი სადღაც 4 ცალია, მე მგონი რომ დევს და ის უნდა ჩავდო გეგასთვის. ერთი ლობიანი ვაჭამე. და მოკლედ რა ვიცი, ცივს არ შეჭამენ, კი მაქვს ეს შეფუთული კარგად, აი შეფუთული კი მაქვს კარგად, შიგნითაც პარკია, ჯერ პერგამენტშია, მერე ჩაის სტილო გარედან, მერე პარკი და მერე ისე პარკი. აბულეთში მივიდივარ. არ ვიცი დედიკო, მამამ ზღვაო და სად წაგვიყვანს. 5 ლარის მეტით გაზი უნდაო იქეთო, იძახოდა და არ ვიცი დე. ანაკლიას ეს ჯობიაო, სულ იძახოდა და არ ვიცი. 5 ლარის მეტით გაზი უნდაო იქეთ. გაზით ხო აჩვენე. ბენზინით და გაზით, მაგრამ უფრო მეტად გაზს იყენებს. მუხა, იმიტომ რომ უფრო ეკონომიურია. კი, რა თქმა უნდა, ამასაც ემატება ფასი, მაგრამ მაინც რა შედარებაა. ჯანმრთელობა ღვთისწყალობა დე. და მოკლედ ესე შემოკარგებო. ეხა გავალთ ტორც ვიყიდი მოუბრუნდებით. ანუ ეტყვი და ხვალ იქიდანვე გავიტან. შევარჩევ და აქეთ რო არ წამოვიღო. ჩემს მიშულებზე მქონდა ნათქვამი ლიკაზე და ორ ბავშვზე რა, ანა მარია და გიოზე. მაგრამ არ ვიცი მოდიან თუ არა. დედა ჩემმა მითხრა გუშინ რომ არაო ვერ მოდიანო და მოკლედ კიდევ დაურეკავ და გავარკვევ მოდიან თუ არა ზუსტად რო ვიცოდე. $250 მიჭდება მარსელში და მაქვს ეგ ნათქვამი მაგ ისედაც მიდევს მეთქი. გოდეს ისეთი მახსოვს ჭკალში რო ვიყავით, მაშინ შევპირდი ჩემი ხელფასით იქ გადაგიხდი მეთქი ნიტა რო იყო. ხო და მოკლედ სახლში რო გამიკეთებინა, ჯერ ერთი მარტო მე უნდა გამიკეთებინა ყველაფერი, მერე მეორე ნისიაზე რომ ვიღებ ბევრ ამას კიდე მეცსაც დავიდებდი, ასე რომ მაინც რაც ბავშვებს უყვართ ის იქნება ხაჭაპური, პიცა, ფრი, კოკა-კოლა და ფანტა, მწვადი უყვარს და მაგიტომ მწვადი დავამატე, გოდეს უყვარს მწვადი და იქ ნიტას დაბადების დღეზე კაცებს რომ იქონდათ მწვადი ისეთი აყვირდა მწვადიო შემრცხვა და ასე რომ დავამატე მწვადი და ქაბაბი. რა თქმა უნდა იმას შოთი და საწებლები მოყვა, ამიტომ იყო რომ ესე გაიზარდა ფასი, თორე ლიკამ 170 ლარი გადაიხადა. ძალიან კაი იყო. მართლა ეხა ძალიან ისიამოვნეს. ყველაფერი ქონდა, რაც ბავშვებს უყვარდა. და კიდე სამივეს გეფიცებით, ხინკალი მორჩა, პიცა მორჩა, ხაჭაპური მორჩა. მარტო ფრი არ დარჩა. ფრი ყვარებიათ ძალიან. მაგალითად, ჩემს გოდეს გეგას არც ერთს არ უჭამია, მაგრამ ადაბ ცოტა მიირთვა. გეგამ რა, ერთი პიცა მიირთვა, ღმერთო. მარტო ერთი პიცა. ლობიო შევინახე, კიდე ერთი ლობიანისთვის ხვალ მშიერი ხო არ მეყოლება იქ. ხო, ხილი არ მithქვია და ლიკა მითხრა რომ მე აქეთ მითხრესო მაგალითად თუ გინდაო შეგიძლიაო ხილი შემოიტანოო, მაგრამ რა ვიცი ჩემთვის არ უთქვიათ არაფერი და მომივიდა იქეთ თქმა, თორე ვაშლატამსა ბანანს ვიყიდიდი და შევიტანდი. ნომერი არ მაქვს. ხო და თან ისეთი არავინ არ არის ეხა და მე ისედაც ვაჭმევ ამ ხილს და ნაყინს გარეთ.
დამატება მომიწევს დალევა მე მაგალითად იცით რომ იშვიათად მილიონში ერთხელ ლიკას ბლუდი უყვარს და ლუდს დავამატებ არ ვიცით ამ თას უყვარს თუ არა მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა დავამატებ ჩვენთვის ლუდს მუხას გარდა იმიტომ რომ მუხა საჭესთან და წამოგვიყვანოს უნდა წაგვიყვანს ამოგვიყვანს ტაქსისთვის გადაიდეო ფულიო რომ წამოიყვანო ხალხიო მითხრა ანუ დაუქირავეო ამათ ტაქსი და გედოსო იმის ფული 10 ლარიო მითხრა იმედია ჩემი დიშვილი მოგვისწრებს ხვალ ჩამოდის და იმედია ორამდე მოვა წავედით ძირფასი ბუდაგემშვიდობებით ეხლა და მე რასაც გადავიღებ სად წავალთ რა თქმა უნდა გადავიღებ და ხამე მობრუნებულზე უკვე თუ შევძელი მიერთება და ასე შემდეგ გაგიზიარებთ თქვენს ჩემს სიხარულს ძალიან მიხარია მაგალითად იმდენად მიყვარს სხვა იმდენად რომ მიხარია მართლა მუხრანი მოგონდაც თქვას მე არ ვეტყვი იმიტომ რომ ისედაც მოკლედ იმიტომ არ ვეუბნები რა ხო და რახან თვითონ იტყვის ხოლმე მიხარია და უარს არ მიძახი არც იმას რამე გააქვს რომ გვაქვს რომ წავიდეთ წავიღოთ ან ასე და ან ისე არ ვიძახი რა იტყვის პირდაპირ მეც თანხმობას ვიძლევ წავედი დროებით აბა ბედნიერ მშვიდობიან და პოზიტიური დღეს გისურვებთ ყველას აბა მომავალ ვიდეომდე